ვენერა მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პლანეტაა. ის მეორე პლანეტაა მზიდან დედამიწის შემდეგ. მისი ზომა თითქმის დედამიწისას უდრის, მას ხშირად უწოდებენ დედამიწის ტყუპს. ზომისა და მასის მსგავსი პარამეტრების გამო. ატმოსფერო ძალიან სქელია და ძირითადად კარბონ დიოქსიდს შეიცავს. ზედაპირის წნევა თითქმის 92-ჯერ აღემატება დედამიწისას, ისევე როგორც ზღვაში 900 მეტრის სიღრმეზე იქნებოდა. ტემპერატურა ზედაპირზე საშუალოდ +470 გრადუსი ცელსიუსია. ატმოსფერო შეიცავს მონოქსიდულ ღრუბლებს, რომლებიც გოგირდის ძლიერი მჟავიანობის გამო თითქოს მომწიფებულია. ვენერა ყველაზე ცხელი პლანეტაა მზის სისტემაში. ეს ხდება გათბობის ეფექტის გამო. კარბონ დიოქსიდის სისქე სითბოს იჭერს ატმოსფეროში. ზედაპირი შედგება ვულკანებისგან, გორაკებისგან და გეოლოგიური წარმონაქმნებით. იქ ბევრი გიგანტური ვულკანია, ზოგიერთი შესაძლოა დღემდე აქტიურიც იყოს. ვენერა უკუღმა ბრუნავს. მისი ღერძი თითქმის საწინააღმდეგო მიმართულებითაა, დედამიწის ღერძისგან განსხვავებით. ერთი დღე ვენერაზე 253 დედამიწის დღეა. საერთო ჯამში ვენერა მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ბერაგი პლანეტაა, რადგან ზედაპირი სასიკვდილოდ ცხელია, მჟავიანი ღრუბლებით გარშემორტყმულია და წნევა დედამიწისას ბევრად აღემატება. ვენერაზე მრავალი კვლევითი მისია განხორციელდა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. პირველად ვენერა წითელმა რეჟიმმა აითვისა. საბჭოეთმა ჩვენს მეზობელ პლანეტაზე მისიები 1961-1984 წლების პერიოდში გაგზავნა. შტატებმა კი ორი მისია გაგზავნა 1962-1978 წლების პერიოდში. მას შემდეგ ვენერა დავივიწყეთ. უпроსტად, სულ გვინდოდა დაბრუნება, თუმცა კოსმოსურ პრიორიტეტებში მისი სირთულიდან გამომდინარე რატომღაც ვერ მოხდა. 2005 წლიდან კი მოქმედებს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ESA-ს თანამგზავრი. ამ პლანეტის ატმოსფეროსა და კლიმატის შესასწავლად. 2010 წელს კი იაპონიის კოსმოსურმა სააგენტო JAXA-მ გაგზავნა კვლევითი აპარატი სახელწოდებით აკაცუკი. ეს მოწყობილობა ვენერას ატმოსფეროს დინამიკასა და ღრუბლებს სწავლობს. კოდის ამ ეპიზოდში ვისაუბრებ ყველაფერზე, იმის შესახებ, თუ რა იპოვა საბჭოთა კავშირმა ვენერაზე. ეს არის ბოლო კოსმოსური ზონდი, რომელიც პლანეტა ვენერაზე დაეშვა. სინამდვილეში, ის საბჭოთა კავშირის იმ მრავალრიცხოვანი მცდელობების კულმინაციაა, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის ყველაზე სახიფათო ადგილის გამოსაკვლევად იყო მიმართული. აი, რა აღმოაჩინეს საბჭოთა მეცნიერებმა ვენერაზე და რატომ აღარ დაბრუნებულან იქ მას შემდეგ. ვენერას ნამდვილი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შეიძლება ის ასევე ფუნდამენტურად ჰგავდეს დედამიწას და ამავდროულად ასეთი კატასტროფულად განსხვავებულიც იყოს. მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეში მთელი ყურადღება მარსისკენ არის მიპყრობილი, კოსმოსური რბოლის ადრეულ ეტაპზე ვენერას შესწავლის მიმართ ბევრად დიდი ინტერესი არსებობდა. ეს ძირითადად იმით იყო განპირობებული, რომ დედამიწაზე არსებული მძლავრი ტელესკოპებით მარსის ზედაპირზე დაკვირვება საკმაოდ ადვილია. შესაბამისად, ჩვენ უკვე გვქონდა წარმოდგენა, რომ იქ ბევრი არაფერი ხდებოდა. ვენერა კი პირიქით, მუდამ ახერხებდა თავისი საიდუმლოებების შენახვას. დედამიწიდან მხოლოდ სქელი ღრუბლების გაუმჭვირვალე ფენას ვხედავთ. ეს ღრუბლები ხედვას გვიზღუდავს, მაგრამ ისინი ძალიან მნიშვნელოვან რამესაც გვეუბნებიან. პლანეტას უნდა ჰქონდეს მკვრივი ატმოსფერო, რომელიც ბევრად უფრო ჰგავს დედამიწისას, ვიდრე მარსისას. ვინაიდან ვენერა დედამიწაზე უფრო ახლოსაა მზესთან, იქ სითბო უნდა ყოფილიყო, რაც იმ დროს ადამიანების ფანტაზიას აღვივებდა. ბევრს ეგონა, რომ ჩვენი უახლოესი მეზობელი შეიძლება ყოფილიყო აყვავებული ტროპიკული ჯუნგლები, სავსე უცხო პლანეტური მწერებითა და ქვეწარმავლებით. 1960 წელსაც კი ეს მხოლოდ თეორია იყო, მართალია უფრო დამაჯერებელი, ვიდრე მარსზე სიცოცხლის არსებობა, მაგრამ სამეცნიერო წრეებში მაინც არ სარგებლობდა ფართო აღიარებით. ცნობილმა ასტრონომმა კარლ სეიგანმა უკვე გახადა პოპულარული მოსაზრება, რომ ვენერას გაუმჭვირვალე ღრუბლები სავარაუდოდ უკონტროლო სათბურის ეფექტის შედეგი იყო, რამაც პლანეტა გადაახურა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ღრუბლების მიღმა არსებული სამყარო სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა გადამწვარი ჯოჯოხეთი. თუმცა ამის გასაგებად მხოლოდ ერთი გზა არსებობდა. როგორც კოსმოსური რბოლის ყველა ადრეულ ეტაპზე, საბჭოთა კავშირი აქაც პირველი აღმოჩნდა, ვინც ვენერას ახლოდან შესწავლას სცადა. 1961 წელს საბჭოელებს უკვე სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მათ გაუშვეს პირველი თანამგზავრი სპუტნიკი, შემდეგ პირველი ადამიანი კოსმოსში. იური გაგარინი და პირველებმა გაგზავნეს ზონდი მთვარეზე, ლუნა 2.
ვინაიდან მთვარის შემდეგ ვენერა უახლოესი ობიექტია, იქ ზონდის გაგზავნა ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი იყო. იმ პერიოდში ადრეული კოსმოსური მისიები იმდენად მეცნიერებასა და აღმოჩენებზე არ იყო ორიენტირებული, რამდენადაც ისტორიული ეტაპების პირველად დაპყრობაზე. თუ გზადაგზა კოსმოსის შესახებ რაიმე საინტერესოს გავიგებდით, ეს კარგი იყო, მაგრამ ცივი ომის ეპოქაში პროპაგანდა და პოლიტიკური დივიდენდები უპირატესობდა. მიზნად დაისახეს რა ვენერას დამატება მიღწევების სიაში. საბჭოელებმა ორი ზონდი ააგეს, ვენერა 1 და ვენერა 2. სახელზე დიდად არ უფიქრიათ. კოსმოსური კვლევების პირველ 10 წლეულებში მისიების წყვილად გაშვება მიღებული პრაქტიკა იყო, რადგან ერთ-ერთი მათგანის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა ძალიან მაღალი რჩებოდა. უნდა დავაფასოთ ამ პრიმიტიული პლანეტათა შორისი ფრენების ამბიციურობა. მხოლოდ გამომთვლელი მანქანების იმედად, რუსმა ინჟინრებმა ზონდს სარაკეტო ძრავა დაამაგრეს. ბალისტიკურ რაკეტა R7-ზე მოათავსეს და ვენერასკენ კურსი აიღეს. კარგი ამბავი ის იყო, რომ ორივე ზონდმა ვენერასთან 100,000 კილომეტრის მანძილზე ჩაიფრინა. ცუდი კი ის, რომ დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე ორივეს სისტემური გაუმართავობა დაემართა, რის გამოც გამოსადეგი მონაცემები ვერ მიიღეს. სანამ საბჭოელები შეცდომებზე მუშაობდნენ, NASA საკუთარი მისიით დაწინაურდა. 1962 წელს ამერიკელებმა მიაღწიეს იმას, რაც საბჭოელებმა ვერ შეძლეს. NASA-ს ზონდმა მარინერ 2-მა ვენერას 35,000 კილომეტრის მანძილზე ჩაუარა და სხვა პლანეტაზე პირველი ახლო დაკვირვება განახორციელა. 42 წუთიანი სკანირებისას მარინერ 2-მა ვენერას ატმოსფეროზე მნიშვნელოვანი მონაცემები შეაგროვა. აღმოჩენა საგანგაშო იყო. მონაცემებმა დაადასტურა სეიგანის თეორია სტათბურის ეფექტის შესახებ. ტემპერატურა 227 გრადუს ცელსიუსს აღწევდა, რაც წყლის დუღილის ტემპერატურაზე ორჯერ მეტია. და ეს მხოლოდ ის იყო, რისი გაზომვაც ორბიტიდან მოხერხდა. მარინერ 2-მა ასევე აღმოაჩინა წარმოუდგენლად მაღალი ღრუბლების ფენა, რომელიც ზედაპირიდან 80 კილომეტრზე ვრცელდებოდა. დედამიწის მასშტაბით ეს იქნებოდა ღრუბლები, რომლებიც მიწიდან კოსმოსის კიდემდე აღწევს. ამ ღრუბლების გამო ვენერას ზედაპირი კვლავ იდუმალებით მოცული რჩებოდა. თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ იქ ცოცხალი ვერაფერი გაძლებდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით NASA-მ გადაწყვიტა მოკლებადიან პერსპექტივაში ვენერას კვლევა შეეწყვიტა, რადგან გარემო სრულიად გამოუსადეგარი იყო, როგორც ადამიანისთვის, ისე მანქანებისთვის. მათ მთელი ყურადღება მთვარესა და მარსზე გადაიტანეს. საბჭოთა კავშირი ნაკლებად დაარწმუნა ამერიკელთა დასკვნებმა. მათ სჯეროდათ, რომ ეპოქალური აღმოჩენის ზღვარზე იყვნენ და რადგან შეერთებულმა შტატებმა ბრძოლის ველი დატოვა, გამარჯვება მათ ხელთ იყო. საბჭოელებმა ძალისხმევა ვენერას ტიპის ზონდების მეორე ტალღის მოსამზადებლად მიმართეს. თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენად მძიმე მდგომარეობა დახვდებოდათ წინ. 1966 წელი დგას და ჩვენ უკვე სრულიად განსხვავებულ კოსმოსურ რბოლას ვადევნებთ თვალს. ამერიკელები დაეწვიმნენ კონკურენტებს და ორივე ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი მთვარეზე ადამიანის დასმა გახდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბჭოელებს ვენერა დაავიწყდათ. ამ 4 წლის განმავლობაში მათ უფრო დიდი და მტკიცე ხომალდები ვენერა 3 და ვენერა 4 ააგეს. ახალი თაობის ზონდების წონა 650-დან 900 კილოგრამამდე გაიზარდა. ეს ხომალდები აღჭურვილი იყო მრავალფეროვანი ხელსაწყოებით, ბარომეტრებით, რადარული ალტიმეტრით, გაზის ანალიზატორებით, თერმომეტრებითა და დასაშვები მოდულით. გეგმის მიხედვით მოდული პარაშუტით უნდა დაშვებულიყო ვენერას ატმოსფეროში და ზედაპირამდე მიღწევისას მუდმივად გადაეცა მონაცემები შემადგენლობის, ტემპერატურისა და წნევის შესახებ. რეალურად კი ყველაფერი ცოტა გართულდა. ვენერას სამმა გზაში კიდევ ერთი სისტემური გაუმართავობა განიცადა, თუმცა საბჭოელთა გათვლები იმდენად ზუსტი იყო, რომ ზონდი ვენერას მაინც ბირთვივით დაეჯახა. ეს გახდა პირველი ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი, რომელიც სხვა პლანეტაზე დაეცა. საბჭოთა კავშირმა ერთგვარი ჰეთ-ტრიკიც კი შეასრულა. ისინი პირველები დაეშვნენ, უпроსტად დაენარცხნენ მთვარეს, ვენერასა და მარსს. ალბათ აქ გარკვეული გაკვეთილიც იმალება. თუ მარცხდები, ისტორიულად მაინც უნდა დამარცხდე. 1967 წელს გაშვებული ვენერა 4 წარმატებასთან ყველაზე ახლოს იყო. ზონდმა ვენერამდე მშვიდობიანად მიაღწია და კაფსულა პლანეტის ატმოსფეროში ჩაუშვა. დასაშვება მოდულმა პარაშუტები გახსნა და ნელა დაიწყო დაშვება ზედაპირისკენ. ეს იყო პირველი ხომალდი ისტორიაში, რომელმაც სხვა პლანეტის ატმოსფეროს შიგნიდან აიღო ზომები.
მიღებულმა მონაცემებმა ძალიან საინტერესო სურათი აჩვენა. მაღალ სიმაღლეზე ვენერას ატმოსფერო ძალიან ჰგავს დედამიწისას თბილ ზაფხულის დღეს. სრულიად მისაღები გარემოა. თუმცა, რაც უფრო დაბლა ეშვება ზონდი, კლიმატი მით უფრო ექსტრემალური ხდება. იმატებს არა მხოლოდ ტემპერატურა, არამედ ატმოსფერული წნევაც. ეს ოკეანის სიღრმეში ჩაშვებას ჰგავს. ჰაერი იქ არა მხოლოდ სქელი, არამედ ძალიან მძიმეცაა. ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ 90 წუთიანი ნელი დაშვების შემდეგ ზონდიდან სიგნალი შეწყდა. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით კაფსულა პლანეტის ატმოსფეროს სიმძიმემ ლუდის ქილასავით გასრესა. დაჭმუჭნა. ამ ახალი ინფორმაციით საბჭოელები თითქმის დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი დარჩენილი ვენერა 5 და ვენერა 6, რომლებიც იგივე კონსტრუქციის იყო, ზედაპირს მთელსა და უნებელს ვერ მიაღწევდნენ. მიუხედავად ამისა, 1969 წლის იანვარში მისიები მაინც გაუშვეს. 10 წლეულის ამ ეტაპზე ამერიკელებს უკვე განხორციელებული ჰქონდათ პილოტირებული ფრენა მთვარის ორბიტაზე და ემზადებოდნენ მთვარის ზედაპირზე პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. საბჭოელებს ესმოდათ, რომ ამ მიღწევასთან გათანაბრებას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ფიქრობდნენ, რომ ვენერას კვლევა გაამართლებდა და მის ზედაპირზე რაიმე საოცრებას აღმოაჩენდნენ. ეს მათ კოსმოსურ რბოლაში კონკურენტუნარიანობას შეუნარჩუნებდა. წარმატება იოლი არ აღმოჩნდა. ვენერას ტიპის ორივე მომდევნო ზონდმა მონაცემების გადაცემა 1 საათზე ნაკლებ ხანს შეძლო, სანამ მათაც წინამორბედების მსგავსი გამონადგურებელი ბედი ეწეოდათ. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირს გული არ გაუტეხია. ისინი უბრალოდ უფრო დიდ და მტკიცე ხომალდებს აგებდნენ. მომდევნო მცდელობებისთვის კონსტრუქციებში ვენერა 7 და ვენერა 8 ინჟინრებმა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს. დასაშვები მოდული ფოლადის უფრო სქელი გარსით აღჭურვეს, რათა ატმოსფერული წნევისათვის გაეძლო. ხომალდის შიდა ნაწილი ტიტანის სფეროთი გაამაგრეს ხელსაწყოების დასაცავად, ხოლო თავად სფეროს გარშემო კიდევ ერთი ფენა დაამატეს დაჯახების ძალის შესარბილებლად. ეს გონივრული გადაწყვეტილება აღმოჩნდა 1970 წლის 17 აგვისტოს, როდესაც ვენერა 7-მა პარაშუტი გაშალა. მან დიდხანს ვერ გაძლო, ანუ პარაშუტმა მასალა ან გაიხა, ან პირდაპირ დადნა. შედეგად მოდული ქვასავით წამოვიდა დაბლა და 61 კმ/სთ სიჩქარით დაენარცხა ვენერას ზედაპირს. დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლები თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს კიდევ ერთი წარუმატებლობა იყო, თუმცა შეცდნენ, დაზიანებული ანტენის მიუხედავად აპარატი ინფორმაციას მაინც აგზავნიდა. ვენერა 7-ის მონაცემებმა მეცნიერების ყველაზე ცუდი მოლოდინები დაადასტურა. ზედაპირზე ტემპერატურა 475 გრადუს ცელსიუსი იყო. ეს იგივეა, რაც ხის ფეჩის მქონე პიცერიის ღუმელში. ზედმეტად ცხელი გარემო ნებისმიერი მანქანის გამართული მუშაობისათვის. საბჭოელები მაინც არ ნებდებოდნენ. ამერიკელებმა უკვე აღმართეს თავიანთი დროშა მთვარეზე. ის რბოლა წაგებული იყო, თუმცა რჩებოდა სხვა შანსები ისტორიაში ადგილის დასამკვიდრებლად. პირველი აღმოჩენები ვენერაზე, სიცოცხლისა და სამყაროს წარმოშობის შესახებ, ან თუნდაც მარსზე პირველი დაშვება. სწორედ პლანეტათა შორისი კვლევებისკენ იბრუნა პირი საბჭოთა კოსმოსურმა პროგრამამ 1970-იან წლებში. 1971 წელს მათ გაუშვეს ზონდი, რომელმაც მარსის ზედაპირზე პირველი რბილი დაშვება განახორციელა. მართალია, აპარატმა მხოლოდ 20 წამს იმუშავა. ეს მაინც უდიდესი მიღწევა იყო. 1972 წელს ისინი კვლავ დაუბრუნდნენ ვენერას, ვენერა 8. საოცრებაა, მაგრამ ამ ზონდს გზაში არანაირი შეფერხება არ ჰქონია. მოდული რბილად დაეშვა პლანეტაზე. ყველა ხელსაწყო გადარჩა და თითქმის 1 საათის განმავლობაში აწვდიდა მონაცემებს დედამიწას. ამ დროისათვის უკვე ვიცოდით, რომ ექსტრემალურ ტემპერატურასთან ერთად წნევა ვენერაზე 92 ჯერ აღემატებოდა დედამიწისას. ეს იგივეა, რაც წყალქვეშ 1 კილომეტრის სიღრმეზე ყოფნა. თითქოს ეს არ კმაროდა და ქვედა ატმოსფერო გაჯერებული აღმოჩნდა გოგირდმჟავით, ნივთიერებით, რომელიც მანქანის აკუმულატორებშია. თუმცა საბჭოთა ინჟინერებმა დანებება არ იცოდნენ. ვენერა 8-მ კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. მიუხედავად სქელი ღრუბლებისა, პლანეტის ზედაპირამდე აღწევდა საკმარისი მზის შუქი ფოტოს გადასაღებად. ეს კი ნიშნავდა შანსს გადაიღოთ პირველი სურათი სხვა პლანეტის ზედაპირზე. ვენერა 9-ისთვის ხომალდის კონსტრუქცია რადიკალურად შეიცვალა. მისი წონა უკვე 5 ტონას აღწევდა, დაახლოებით ზრდასრული აფრიკული სპილოს წონას. თავარი სიახლე დაშვების მეთოდი იყო, რადგან უკვე იცოდნენ, რომ ვენერას ატმოსფერო წყალივით სქელია. მათ შექმნეს სპეციალური აეროდინამიკური ფარი, ქუდის ფორმის მოწყობილობა, რომელიც პარაშუტის გარეშეც კი საკმარისად ანელებდა ხომალდს უსაფრთხო დაშვებისთვის. რაც შეეხება კამერებს, აი ისიც, ვენერაზე გადაღებული პირველი ფოტო ისტორიაში. 1975 წელს ვენერა 9-მ შავ-თეთრ ფირზე აღბეჭდა კლდოვანი, ნამსხვრევებით სავსე ბელი. ეს არ იყო თვალწარმტაცი პეიზაჟი, თუმცა თავად ფაქტი, რომ ხედი სხვა პლანეტიდან იყო, მას განსაცვიფრებელს ხდიდა. რამდენიმე დღეში კი იდენტურმა აპარატმა ვენერა 10-მა კიდევ ერთი კადრი გამოგზავნა.
ახლა უკვე ვხედავთ სწორ ზედაპირს, სადაც კლდის ნამსხვრევები თითქმის არ გვხვდება. ეს არის გლუვი ზედაპირი იმისა, რაც ოდესღაც სავარაუდოდ ლავის ძველი ნაკადი იყო. ვენერა 11 და ვენერა 12-ის მისიები ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. მათ ვერ შეძლეს საინტერესო ფოტოების გამოგზავნა ობიექტივის ხუფის გაუმართავობის გამო. ეს ვენერას ერთ-ერთი ოინი იყო. კამერა დაშვებისას აუცილებლად უნდა დაიცვა, თორემ ნაადრევად დადნება. შემდეგ კი ავტომატიზებულ სისტემას უნდა მიენდო, რომ ხუფი დროულად ახადოს. ეს მექანიზმი ყოველთვის არ ამართლებდა. თუმცა მივადგეთ ვენერა 13-ს. მიუხედავად თარსი ნომრისა 1981 წელს, ეს მისია უაღრესად წარმატებული გამოდგა. ამ ზონდმა ვენერას ზედაპირის პირველი ფერადი ფოტო გამოგზავნა. აქაც დასაშვები მოდულის გარშემო სწორი ქვიშიანი კლდეა, მაგრამ შორს პეიზაჟის მცირე ნაწილიც მოჩანს. ზონდი კლდის ნაპირთან ახლოს დაეშვა, რაც სიღრმის შეგრძნებას აჩენს. ეს ყველაფერი ერთდროულად უფრო რეალურსაც ხდის და უფრო უცხოპლანეტურსაც. აქვე კვლავ ჩანს დასაშვები მოდულის საფუძველი და ალბათ გაინტერესებთ რისთვისაა ეს კბილანები. ისინი თითქმის განზრახ ბრუტალისტურად გამოიყურება, თუმცა სინამდვილეში აეროდინამიკურ ფუნქციას ასრულებდა. დარტყმის საწინააღმდეგო რგოლის გარეთ მხარეს ლითონის ფარფლები დაემატა, რათა დაშვებისას ხომალდის ბრუნვა და რყევა შეეჩერებინათ, რაც ხის დაშვებას აარიდებდათ თავიდან. მაგრამ ვენერა 13-ს მხოლოდ ეს არ შეეძლო. ზონდი აღჭურვილი იყო ბურღითა და ნიადაგის ამღები ხელსაწყოთი ვენერას გრუნტის გასაანალიზებლად. აღმოჩნდა, რომ ეს მასალა ძალიან ჰგავს დედამიწაზე არსებულ ქანებს, რომლებსაც ტუფს ვუწოდებთ. ეს არსებითად გამაგრებული ვულკანური ფერფლია. ხო, კიდევ ერთი რამ. ვენერა 13-ს მიკროფონის ჰქონდა, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ ვენერას ხმებს. ეს ძირითადად ქარისხმაურია და თავად ზონდის მუშაობის ხმა. თუმცა ისევე როგორც ფოტოებში, ამაშიც არის რაღაც ძალიან უცნაური და არამიწიერი. ვენერა 14 თითქმის იდენტური იყო. მანაც მსგავსი გლუვი ქანების სწორი ველი აღმოაჩინა, რომლებიც დაახასიათეს როგორც თოლეიტური ბაზალტი, ვულკანური ქანი, რომლისგანაც დედამიწის ოკეანის ფსკერის უდიდესი ნაწილი შედგება. და ეს იყო ყველაფერი. ეს გახლდათ უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ადამიანის მიერ შექმნილმა ობიექტმა ვენერა ზედაპირი გადაკვეთა. მასთან ერთად მივიღეთ ზედაპირის ბოლო ფოტოც. ბოლოს მინდა შევჩერდე იმაზე, თუ რატომ აღარ დავბრუნდით იქ. ერთი აშკარა მიზეზი ისაა, რომ ეს მოითხოვს უზარმაზარ შრომასა და ხარჯს. შედარებით მცირე შედეგის სანაცვლოდ. რობოტს მარსზე თუ გააგზავნით, ის წლების განმავლობაში იმუშავებს. ვენერას ზონდმა კი ყველაზე დიდხანს მხოლოდ 2 საათს გაძლო. ვენერას პროგრამა სწორედ მაშინ დასრულდა, როცა თავად საბჭოთა კავშირი იშლებოდა. შეიცვალა პრიორიტეტები და მმართველობა. რუსეთმა 90-იან წლებში მძიმე პერიოდი გამოიარა. ამასობაში NASA ზედმეტად პრაგმატული აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვენერას ზედაპირზე დაშვება ეცადა. მეცნიერებისთვის რთულია პოლიტიკოსებთან ასეთი ხარჯების გამართლება, როდესაც სანაცვლოდ ასე ცოტას იღებ. ასე რომ ჯერჯერობით ვენერას ზედაპირი მზის სისტემის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ რჩება, ასე ახლოს და მაინც ასე შორს. პლანეტა ვენერას ათვისების საკითხი მეცნიერებაში ერთგვარ პარადოქსს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ის ჩვენი უახლოესი მეზობელია, მისი კვლევა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შორეული მარსის. მაგრამ მაინც ისმის კითხვა, რატომ გჭირდება ვენერას შესწავლა? პირველი საკითხია დედამიწის მომავლის მოდელირება. ვენერა ხშირად მოიხსენიება როგორც დედამიწის ბოროტი ტყუპი. მეცნიერებს სურთ გაიგონ, რატომ განიცადა პლანეტამ, რომელიც ოდესღაც შესაძლოა დედამიწას ჰგავდა, ასეთი რადიკალური კლიმატური კატასტროფა. ეს დაგვეხმარება დედამიწაზე მიმდინარე სათბურის ეფექტისა და კლიმატის ცვლილებების უკეთ გაგებაში. მეორე, ეს არის სიცოცხლის ძიება ექსტრემალურ პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირი ჯოჯოხეთურია, ვენერას ატმოსფეროს ზედაფენებში დაახლოებით 50 კილომეტრის სიმაღლეზე ტემპერატურა და წნევა დედამიწისას გავს. არსებობს თეორიები, რომ იქ შესაძლოა მიკროორგანიზმები არსებობდნენ. და მესამე, მთავარი მიზანი ტექნოლოგიური პროგრესი. ვენერას ექსტრემალური გარემო, მაღალი წნევა, მჟავური წვიმები და სიმხურვალე მეცნიერებს აიძულებს შექმნან ისეთი გამძლე მასალები და ელექტრონიკა, რომლებიც მანამდე წარმოუდგენელი იყო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვენერას მიმართ ინტერესი კვლავ გაღვივდა. 2020-იან წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მისია დაანონსდა. NASA-ს მისიები დავინჩი და ვერიტასი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია ინვიჟენი. ასევე კერძო კოსმოსური კომპანია Rocket Lab გეგმავს მცირე ზონდის გაგზავნას ვენერას ატმოსფეროში ორგანული მოლეკულების საძიებლად. რომ შევაჯამო, ვენერა აღარ აღიქმება როგორც დაკარგული პლანეტა. პირიქით, ის არის გაფრთხილება დედამიწისათვის. ინტერესი არსებობს არა მისი კოლონიზაციის, რაც დღევანდელი ტექნოლოგიით შეუძლებელია, არამედ იმ ფუნდამენტური ცოდნის მისაღებად, რაც ჩვენივე პლანეტის გადარჩენაში დაგვეხმარება. ასე დავასრულებ ამ ეპიზოდს და იმედი მაქვს თქვენგანაც დავიმსახურებ დაფასებას ვიდეოს მოწონებითა და არხის გამოწერით. დროებით.